ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი გულახდილად გეტყვით არ ასრულებს ჩვენს მათ შორის ჩემს გაოცებასაც. ყველა პოლიტიკოსს ვინც გვაოცებს მე ვერ გამოვეკიდები. ქართული ოცნების წარმომადგენლები მე არც მაოცებენ და აღარც უბრაზდები მათზე, იმიტომ რომ ვიცი ისინი ქართულგვარიანი რუსები არიან. მაგრამ აი ჩვენსკენ ვინც არის, ანუ ქართული ოცნების მოწინააღმდეგე ვინც არის, მათი ნაწილი აკითხავით მაოცებს არა სასიამოვნოდ ამასთან, არამედ სამწუხაროდ, ანუ ან ასე ვიყwi, არასასიამოვნოდ მაოცებს. გაოცებული დავრჩი მე გულახდილად გეტყვით მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ბოლო საჯარო სტატუსიდანაც სტატუსის გამოც. მიხეილ სააკაშვილს მე გავუოცები ვარ, მაგრამ რაღაცა პოლიტპატიმარია სულ მერიდება ხოლმე გულახდილად ვიტყვი საკუთარ თავზე მასზე კრიტიკული სიტყვის თქმა. პოლიტპატიმარია, ნამდვილად პოლიტპატიმარია, მასშტაბური კაცია თუ არა, მე თუ მკითხავთ, ძალიან მასშტაბური კაცია. არის თუ არა ის ჩვენი თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი? გასაკვირველია არის ჩვენი თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი. მაგრამ ამ ერთი წლის წინ დაახლოებით რაღაც ქსენოფობიური სიტყვა რო წასცდა. აღარ მახსოვს ოღონდ ვისზე. ქსენოფობიური, აი ალტინფორომ არ კადრულობს. ისეთი ერთ-ერთ მის თანაპარტიელს მეუბნებოდი ეს რა უბედურებაა მეთქი და თავში ხელი შემოვირტყა და მითხრა რომ იქნება და კარგივე ხა ნუ გაკრავ კბილს მაინც და მაინც მესმის აბსოლუტურად მართალი ხარო, მაგრამ იქნება არ გავამახვილოთ ამაზე ყოველდღება პატიმრობაშია კაციო მეტში იჯდა მაშინ. ახლა საპატიმროშია მიხეილ სააკაშვილი, პოლიტპატიმარია, მასშტაბური კაცია, ქართული თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელია, არ უკაბავთ ამ ყველაფერს. მაგრამ ეს ხო მარნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი, რასაც ამბობს, უკლებლივ ყველაფერი არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. ამიტომ ფრთხილი კრიტიკა პრეზიდენტ სააკაშვილისა ალბათ მაინც უპრიანია. ამასთან გაბეცინა გულახდილად გეტყვით, სულა მანაც დამაბნია მისმა საჯარო სტატუსმა ჩემი ნეპალელი შვილი, ესე რომ იწყებს, ვიფიქრე ერთი ხანობა რომ ნეპალშიც ყავს მას ოჯახი და ნეპალური სახელის ახალგაზრდა გვარად სააკაშვილია და აი იმ გვიამბობს ნეპალში მიმდინარე პროცესების თაობაზე ის სააკაშვილი, თურმე ნიკოლოზ გულის ხოს, რომელიც ნეპალში დროებით ალბათ მაინც გადასულა საცხოვრებლად. ნეპალელი არ არის მიხეილ სააკაშვილის შვილი, ნიკოლოზ ნეპალელი კი არა ქართველია და ჩემი ქართველი შვილი რომელიც ნეპალში ცხოვრობს, ეს უნდა ეთქვა ალბათ. ახასიათებს ხოლმე ბიშას ესეთი ცოტა პროვოკაციული, ვის არ ახასიათებს მეორე მხრივ. ეხლა შუა რა მოვიღებდი ხმას ერთს მის საჯარო სტატუსზე, მაგრამ ჯერ კი ხოლმე დავსვა გულახდილად გეტყვი. ბიზინა ივანიშვილი, ვინმე მამიხსენით, ჩვენი ოლიგარქი როა ეს, ჩვენი არა რუსების. აქ წარობად გეი, რუსეთის კაცია თუ არა. მე ასე ვიცოდი, რომ ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, რომ ბიზინა ივანიშვილი არის რუსეთის კაცი. რომ უკლებლივ ყველაფერი, რასაც ეუბნება მას რუსეთი, ბიზინა ივანიშვილის მიერ არის შესრულებული, ასრულებს ყველაფერს. მარიონეტია. დამოუკიდებლად მოქმედების არანაირი სურვილი და შესაძლებლობა არ აქვს. ასე ვიცოდი მე. და რაც არ უნდა მითხრას მათ შორის სააკაშვილმა. ამის მტკიცებას გავაგრძელებ მე. დამოუკიდებლად იმისა, მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ ბამაღმერთი, რას მეტყვის საპირისპიროს. ბიზინა ივანიშვილი თუ დამოუკიდებელი მოთამაშეა, დამოუკიდებელი იგროკია რაღაც წამოუწდა ეს სიტყვა, თუ დამოუკიდებელი აქტორია, მოთამაშეა. მაშინ სულ სხვა გვარად უნდა ურთიერთობდეთ პოლიტიკოსები მასთან. ხოლო თუ დამოკიდებულია რუსეთზე, თავიდან ბოლომდე თხებით ტერფამდე, მაშინ სულ სხვა გვარად. ის თუ ოკუპანტის წარმომადგენელია, დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობის გარეშე დარჩენილი, მაშინ სხვა გვარად მოიხსენიებთ და ურთიერთობთ მასთან. მიხეილ სააკაშვილი წერს, ის რომ უკრაინის მხარდაჭერას ქოცებმა ხელი მოაწერეს, ეს უდაოდ დადებითი ფაქტია. გულისხმობს ბოჭორიშვილის მიერ ჰააგაში ხელმოწერა სწორი შეფასებაა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და სწორი გადაწყვეტილება იყო. აი, ღიად ვამბობ, მაკა ბოჭორიშვილისა თუ საქართველოს დე-ფაქტო მთავრობისა, მთავარია რომ რატიფიცირება მოახდინონ ახლა პარლამენტში. როგორც არ მოახდინეთ მეთქი ვჭრეთ ამას.
თუმცა მიხეილ სააკაშვილი ამბობს, არ ვეთანხმები მათ, ვინც ამ სახეცვლილებას მხოლოდ საერთაშორისო ქიმიური გამოძიების შიშს მიაწერს. აქვს მიხეილ სააკაშვილს არ დათანხმების უფლება. შესაძლოა უფრო ფართოდაც ან სხვა ჭრილშიც, სხვა რაკურსით უნდა დავინახოთ ეს ამბავი. სიტუაცია სააკაშვილის თქმით, ბევრად უფრო ღრმაა და არ დაიჯერებთ, მაგრამ მიმართულია და აქ ამბობს მიხეილ სააკაშვილი პირველ იმ წინადადებას, რომელიც ჩემთვის ფრიად გასაოცარია და მე ცოტა ვერ გავიგე. კვლავ მინდა დავსვა კითხვა. არის თუ არა ბიზნა ივანიშვილი მარიონეტი? და თუ ბიზნა ივანიშვილი მარიონეტია, თუ ამაზე ვთანხმდებით მე, მიხეილ სააკაშვილი, კუბა სანიკიძე, ლევან სანიკიძე, გიგა ბოკერია, თამარ ჩერგოლიშვილი, გია აბარამიძე, ანი წითლიძე, მამუკა ხაზარაძე, ამისი ყველა მგონი იაგო ხვიჩიას და ქვია იას გიორგი გახარიას გარდა, მოკლედ ვინც არის ქართულ ლევანა, წუცქირიძე ასე მაგრამ ყველა თუ თანხმდებით ამაზე, მაშინ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჩვენთან ერთ არის ამ ნაწილში, მაინც უნდა ყოფილიყო ყოველ შემთხვევაში. არ უნდა წერდეს ამ წინადადებას. სიტუაცია ბევრად უფრო ღრმაა და არ დაიჯერებთ, მაგრამ მიმართულია რუსეთის გასაღიზიანებლად. ანუ სააკაშვილს გამოუვიდა და კი არა წერს პირდაპირ შავით თეთრზე, რომ ბიზნა ივანიშვილი აღიზიანებს რუსეთს. მე ასე არ ვფიქრობ. და ეს არასწორი მოსაზრებაა. მიხეილ სააკაშვილმა მისი პარტიის ნებისმიერმა წევრმა რაც არ უნდა თქვას და როგორც არ უნდა ახსნას უკვე შემდგომ აბზაცებში. კარგად უნდა მოვუსმინოთ მოსკოვიდან მესიჯებს, რომლებშიც ორივე ლავროვი და ზახაროვაც ახლახან აცხადებდნენ, რომ ვერ ხედავენ საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის საფუძველს. რეალობა ისაა, რომ პუტინი თვლის, რომ ივანიშვილმა გადააგდო და შეიძლება არც ცდებოდეს ამაში. თუ ივანიშვილმა პუტინი გადააგდო, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ივანიშვილი ტაშ-დასაკრავი კაცი ყოფილა. მე ასე არ ვფიქრობ. და ეს ტყუილია, რომ ივანიშვილმა რამეში გადააგდო პუტინი. ხოლო სააკაშვილისეული მოსაზრება, რომ შეიძლება არც ცდებოდეს ამაში პუტინი, რომ ივანიშვილმა გადააგდო პუტინი, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ სულბილად შევაფასებ არ არის სწორი მოსაზრება. ეხლა აგზელებს სააკაშვილი, მესამე პრეზიდენტი, კვლავ იმეორეთ მასშტაბური კაცი, პოლიტპატიმარი კაცი, საქართველოს თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი 2003-დან 2012-მდე იმ საქართველოს შექმნით ამის მინუსებით განსაკუთრებით პლუსებს გულისხმობს ხადია რეფორმატორი კაცი და ასე შემდეგ, არავინ კამათობს ამაზე, უკანონო პატიმარი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირში წყალი ჩავიგობოთ, მათ შორის მიშა სააკაშვილზე და არც იმას ნიშნავს, რომ ახლა კი შემომივარდებიან მიხეილ სააკაშვილის მომხრეები და გამაკრიტიკებენ, მაგრამ არ მაფრთხობს არც მათი კრიტიკა. კარგად უნდა გავიგოთ, რას წერს მიხეილ სააკაშვილი, სიმართლესაც წერს აქ ბევრს, არ მოვითხოვო, მაგრამ აი ცოტა ნიველირდება ეს სიმართლე, როდესაც იმავდროულად კითხულობთ, რომ რუსეთის გასაღიზიანებლად არის მიმართულია და ივანიშვილმა გადააგდო რუსეთი. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის ვეთანხმები, რომ შესაძლებლობის ფარგლებში რუსეთისთვის ესიამოვნებინა, მისტენვოდა რუსეთს. სწორია. ევროკავშირზე თქვა უარი ვეთანხმები. მე ხანგრძლივ ყრეობაში ვყავარ. ამდენად მეორე საკითხია ეს არ ვიცი, მაგრამ მართალი და აღსანიშნავი საკითხია. არა მხოლოდ თქვენ ბატონო პრეზიდენტო, არამედ პოლიტპატიმრების, ინდისპატიმრები. ოსებისათვის ბოდიშის მოხდა დაანონსა, პრაქტიკულად მოუხადა კიდეც. სულუკიანმა საქართველოს ომში გაამტყუნა, გეთანხმებით აბსოლუტურად მოღალატეა თეა სულუკიანი, ღალატის კომისია ის. აზერბაიჯანს ტვირთი გადაუკეტა, ათეულში შედის თუ არა ეს საკითხი არ ვიცი, მაგრამ გადაიკიდა მეზობლები, გასაკვირველია და ასე შემდეგ. მაგრამ რა ადგინდა? ასეთი იზოლირებული და დასუსტებული საქართველოსგან რუსეთი ითხოვს მისი აზრით ივანიშვილის დაპირებულ აფხაზეთის და სამხრეთოსეთის აღიარებას და როგორც პირველ ნაბიჯს ამ გზაზე მათთან ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმებას. დიახ, მე გეთანხმებით, ასეთი იზოლირებული და დასუსტებული საქართველოსგან რუსეთი ითხოვს მისი აზრით ივანიშვილის დაპირებულ აფხაზეთის და სამხრეთოსეთის აღიარებას და როგორც პირველ ნაბიჯს ამ გზაზე მათთან ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმებას. ანუ მიხეილ სააკაშვილს მიჰყავს იქამდე, რომ რუსეთი ითხოვს ივანიშვილისგან ამას. აი, ივანიშვილი პირველად გახდა დამოუკიდებლობის მებაირახტრე სადარაჯოზე
და აი რუსეთს წინააღმდეგობას უწევს მიზინა ივანიშვილი, ვერაფერსაც ვერ უწევს. დროის ამბავია ეს თუ სიმართლეს ვიტყვით. რომ აღიარებს ივანიშვილი თუ მაინც და მაინც ეს სწორი ანალიზია, ივანიშვილი აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას რაღაცა ფორმით, რასაკვირველია. მაგრამ კიდევ უფრო მეტს ამბობს მიხეილ სააკაშვილი, ნაწილობრივ ვეთანხმები მეთქი, მაგრამ აი თვითონ კონტექსტში ან წარმოჩენის რაკურსში არ შეიძლება დავეთანხმო მას. ითხოვს დსთ-ში დაბრუნებას, ითხოვს წინააღმდეგობას უწევს მიზინა ივანიშვილი. ერთადერთი რა რის გამოც ავბრუნდებით ჩვენ დსთ-ში და საბაჟო კავშირში ოდკბ-ში აგრეთვე ხო? ეს არის ის რომ ხალხი დგას რუსთაველის გამზირზე. ითხოვს ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, აბსოლუტურად ვეთანხმები. არ გამოაცხადებს თქვენ ასე გგონიათ ვინმეს? გადააგოროს კრიზისები და ნეიტრალიტეტსაც გამოაცხადებს და შემდეგი პუნქტი აქვს ბატონ სააკაშვილს და მე დიდი ხანია ამ თემაზე ვლაპარაკობ. ანტიტერორისტული ცენტრების შექმნასო. მე ვლაპარაკობ ამაზე 3 წელიწადია მინიმუმ. რომ ანტიტერორისტული ცენტრების ეგიდით აქ შემოიყვანს რუსულ ჯარს. ამასთან არა მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე დაუკანონებს, ანუ ეთქვის რომ იყავით პრობლემა არ არისო, არამედ ის გეოგრაფიული მდებარეობაც კი ვიცი მსმენია. მაქვს ინფორმაცია, ეს არის ახალ ქალაქი პირველ ყოვლისა. ეს არის კახეთის რეგიონის ერთ-ერთი დასახლებული სოფელი, ხო, და დასახლებული ადგილი. აქვს კიდევ ორი მოთხოვნა, მე ხვდები მიხეილ სააკაშვილი აზრს ლაპარაკობს და რასაც მე გარკვეული მიზეზების გამო აქ არ გავახმოვანებო, მე ხვდები, თუმცა მე არ მესმის, რატო არ გაახმოვანებთ, კარგად არ მესმის, დავუტოვოთ ბატონ მესამე პრეზიდენტს ეს ექსკლუზივი. ხო და დიქტატორმა ანუ ივანიშვილმა გადაწყვიტა ევროპის შემდეგ ახლა უკვე რუსებისთვის ესწავლებინა ჭკუა. კაიკაცი ყოფილა ბჭყალებში. თუ რუსებს ასწავლის ჭკუას და აგდებს, თუ რუსებს ასწავლის ჭკუას და ეწინააღმდეგება, თუ რუსებს ასწავლის ჭკუას და გარკვეულწილად რაღაც თავის გზას, თავის ვარიანტებს თავაზობს, მოკლედ არ მიხვება, არ უჯერებს ბოლომდე, კარგი კაცის რა მოგახსენო, ალბათ ხმამაღლა თქვა მის სიტყვა, მაგრამ ნუ აღარ ყოფილა რუსეთის აგენტი და ჩვენ აქამდე ვუწოდებდით მას რუსეთის აგენტს და არის ნამდვილად რუსეთის აგენტი. ჩვენ ივანიშვილის სახით ვებძვით ქართულგვარიან რუსს. ჩვენ ივანიშვილის სახით ვებძვით სერგო ორჯონიკიძეს დღევანდელობაში. ჩვენ ივანიშვილის სახით ვებძვით ადამიანს, რომელმაც ქიმიური იარაღი ისროლა რუსების დავალებით. და არა იმ ივანიშვილს, რომელიც ხანდახან მაინც აი პატიაშვილობს თუ გუმბარიძეობს და წინააღმდეგობას უწევს ჩევარდნაძეობს და წინააღმდეგობას უწევს რუსებს. რატო წერს ამას მიხეილ სააკაშვილი ამაზე თუ გნებავთ გავაკეთებ ორ სიტყვიან კომენტარს. ოღონდ მგონია რომ ამისთვის რუსეთისაგან რომელსაც არ აინტერესებს ეს არგუმენტი ქართველების ამჟამინდელი განწყობების კვალობაზე ივანიშვილი უფრო შორს ვერ წავა. სინამდვილეში მაგრად მოხდება ღრანჩი. მოხდება რუსეთისაგან ღრანჩი და ვისაც რუსეთისაგან ღრანჩი ხვდება, ძალიან დიდი ბოდიში. რუსებისაგან ვისაც ღრანჩი ხვდება, ის ეხლა მთლად ივანიშვილი ჩვენი მეგობარი ვერ გახდება, რასაკვირველია, მაგრამ ის ისეთი გასაგდები არ არის ჩვენი სივრციდან, როგორ გაგდებასაც ვუპირებთ ივანიშვილს და ვუპირებთ კიდეც. სამწუხაროდ ეს ყველაფერი თითოეულ ქართველს უქმნის დიდ საფრთხეს. რა უქმნის დიდ საფრთხეს? რა უქმნის, რომ ივანიშვილმა წინააღმდეგობა გაუწია? ჯერ ხო არ გაუწევია. თუ გაუწია, ეს უქმნის საფრთხეს? კომენტარებში ჩავხედოთ ცხადია გვარების დაუსახელებლად. როქებაი და დიდებაი მიხეილ სააკაშვილისა შეუდარებელი ადამიანიო, ერთი იუზერი წერს ასე შემდეგ. მე კლავ ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილი მასშტაბური კაცია, მაგრამ პოლიტიკოსიც. მაგრამ ყველაფერში მიხეილ სააკაშვილს ორივე ხელით ვერ დაუჯერებთ. მომიტევეთ და თავისუფლება მისჩას ნონა წერს ასე მაგალითად და სხვების წერენ დარწმუნებული ვარ. ასაკვირველია თავისუფლება ლიდერ მიხეილ სააკაშვილს. სირს მონა
რუსკოს ბანდა რა საკვირველია ძირს ივანიშვილიც მე ამაზე მოყვებით ყველას ნახვამდის